მოგესალმებით, მე ვარ დიტრიხა, მუსიკოსი. ეს გახლავთ დიტრიხას პოდკასტი. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი და ატომს აუდიო. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ მუსიკოსი და კომპოზიტორი რეზო კიკლიძე. მიესალმეთ ზია რეზო. გამარჯობა ჩვენს მაყურებელს. გამარჯობა ძვირფასო მაყურებელო. გამარჯობა დიტრიხ. გამარჯობა. ესე იგი, დავიწყოთ ესეთი პირველი შეკითხვით. რომ ჯერ რეზო კიკლიძესთვის რა არის მუსიკა? მუსიკა მთელი თავისი სხვადასხვაობით. არის ჩემთვის ყოველმხრივ საინტერესო. მე მგონი არ არსებობს მუსიკის არც ერთი ასპექტი, რომელიც რამენაირად ნაკლებ მნიშვნელოვანი, ნაკლებ საინტერესო იყოს. იქნება ეს მუსიკაზე ფიქრი, მუსიკაზე წერა, მუსიკაზე ლაპარაკი, მუსიკის სწავლება, მუსიკის დაკვრა და მუსიკის შექმნა. ეს ყველაფერი ხანდახან ერთმანეთშია ხოლმე არეული. და ხშირად წესიერად ვერც ვამბობ, რომელი ამ ასპექტით ვარ დაკავებული იმ მომენტში. ცოტა რომ განვავრცოთ ხა ეს თემა. მაგას ბოლოს შევეხები, ადამიანებისთვის ზოგადად რას წარმოადგენს მუსიკა, მაგრამ მოდი ჯერ ავიღოთ დაკვრა და შექმნა. დაკვრის მხრივ, როცა რაღაცას კომპოზიციას ასრულებ. ანუ მუსიკოსისთვის, ეხლა მე კი ვიცი, რა თქმა უნდა და ბევრი მუსიკოსმა იცის, მაგრამ ზოგადად ხალხისთვის, გასაგებენაზე რომ ავხსენოთ, რა ხდება მუსიკოსთვის. მანდაც გააჩნია დაკვრას. თუ ეს არის ევროპული მუსიკალური კულტურის დღეს სტანდარტად დადგენილი ნაწარმოები, რომელიც კომპოზიტორმა შექმნა სულ ერთია გუშინ წინ თუ 300 წლის წინ, და იმას უკრავს დღეს ცხოვრების შენ თვალწინ მოქმედი მუსიკოსი. მან არის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც კომპოზიციასა და შესრულებას შორის აუცილებლად უნდა იდოს. ამას ქვია ინტერპრეტაცია. და კლასიკურ მუსიკაშიც კი, როცა ეს ტექსტი მართლაც ყოველგვარი ჩასწორების გარეშე იქრება, ხო? ეხლა ჯაზში სხვანაირად იქრება. კლასიკური ნაწარმოები, რომელშიც ყველა ნოტი ის ნოტი იქრება, რომელიც დაწერილია ძირითადად, ხო? ეხლა მე-20 საუკუნის კომპოზიციაში ცოტა სხვანაირად არის. მე-18 საუკუნეში ცოტა სხვანაირად იყო, მაგრამ მაინც ეს ვენის კი არა კლასიკური მუსიკის 400-წლოვანი ისტორია მაინც არის კომპოზიტორის მიერ შექმნილი ტექსტის ზუსტად იმავე ბგერებით დაკვრა. მაშინ სადღარი განსხვავება იმას შორის გლენ გულდი დაუკრავს, ალფრედ კორტო დაუკრავს, თუ დინული პატი, თუ სვიატოსლავ რიხტერი, თუ ელის ობირსალაძე. ან ჩვენი ახლანდელი საოცარი ახალგაზრდა პიანისტები, გიორგი გიგაშვილი იქნება ეს. თუ ეხლა დავით ხრიკულმა აიღო ერთი პრიზი, მნიშვნელოვანი. არის კიდე ერთი საოცარი კომპოზიტორი და პიანისტი, რომელსაც ქვია ცოტნე ზედგინიძე. კარგი მუსიკოსი. და ესენი რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს არის უმთავრესი ევროპულ მუსიკალურ კულტურაში და ეს არის სწორედ ინტერპრეტაცია. თავისთავად ინტერპრეტაცია ესეთი რამეა, რომელიც მწერლობაში იქნება, მხატვრობაში, თუ შენს ინდივიდუალიზმს გამოკვეთავს რა? შენს ხედვას, შენს დამოკიდებულებას ყველაფერთან და რატომ ამ ყველაფერში რატო არ შეიძლება იყოს ნაწარმოები, რომელიც დაწერა იოჰან სებასტიან ბახმა. და გულდმა ესე დაუკრა. რიხტერმა ესე და ბევრმა საოცარმა მუსიკოსმა კიდევ სხვანაირად. ეგ კი არა ფერუჩო ბუზონი, რომელიც გარდა საოცარი პიანისტობისა უაღრესად ექსპერიმენტული ნატურა იყო შემოქმედი და კომპოზიტორიც ბახის ნაწარმოებები თავის, ესე იგი ბუზონი ესე ქვია, ესეთი ავტორობით აქვს ნაწარმოებები დაწერილი, როცა ბახის შექმნილ მუსიკას ან სხვანაირ ფაქტურულ სახეცვლას უკეთებს, ან არანჟირებას და ასე შემდეგ, ხო? ისე რომ კლასიკაშიც არ არის მართლა ისე პრიმიტიულად საქმე, როგორც თავიდან თქვი.
დღეს ვარ ვითარებული. მაგრამ მაინც მგონია რომ ყველასთვის საინტერესოა ის რომ კლასიკურ კონცერტზე წასული ადამიანი ისმენს თავის საყვარელ ნაწარმოებს, მაგრამ იმას კი არ აფასებს ვახრა კარგი ნაწარმოებია. კი, იმ ნაწარმოებს ხელმეორედ განიცდის. ხო. მაგრამ ვის მიერ შესრულებულს აი. კი, ესე იგი მე უკვე ნაწარმოები იცის, უყვარს შეიძლება ზეპირათაც იცოდეს, მაგრამ მიდის ძალიან დიდი ინტერესით რომ ეს ახალგაზრდა ხმაწველი მოისმინოს, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდა ხმაწველს, რომელიც პიანისტია და რომელსაც ეს ტექსტი ნასწავლი და განცდილი და გასი გრძე განებული აქვს. აი ამ ნასწავლი ტექსტის თავისი მისეული შესრულებით აქვს სათქმელი რაღაცა. მე მგონი აი ეს არის დაკვრის ერთი ასპექტი ხანდახან რომ აუ გვავიწყდება ხოლმე. ბევრად უფრო პირდაპირ და სწორხაზოვნად არის საქმე სხვადასხვა ტიპის იმპროვიზაციულ ხელოვნებაში, მათ შორის ჯაზშიც კი. როცა ჯაზში უკრავ ერთ თემას, რომელიც ყველა მიცის, მაგრამ უკრავ ისე, როგორც არ უნდა მიცოს. ან უკრავ ისე, რომ სხვანაირად არ შეგიძლია. კი ბატონო. მე ხა მიმბაძველებს რა გამოლევს რა თქმა უნდა, მაგრამ ეს კი არ არის, ეს კი არ ფასდება მაგალითად. ახ როგორ ჩარლი პარკერივით კარგად უკრავს ამა თუ იმ თემას, ხო ხარ? პირიქით, ვარა, ოცნაურად უკრავს ეს კაცი პარკერის თემას. ხო, ახლებურად. ახლებურად. რაღაცას გვეუბნება ეს ახლებურად. მაგრამ აქ უკვე ბგერებიც, არანჟირებაც, ხანდახან ფორმის რა ქვია ამას ტრანსფორმაციაც, მეტამორფოზაც განიცდის ხოლმე. შეიძლება რაღაცები გაიმეოროს, გაუწელოს რაღაც კოდა მაგათად კოლტრეინი, რომელიმე ჯაზის სტანდარტს, რომელიც ჯერ იყო How High the Moon. მერე ჩარლი პარკერმა Ornithology დაარქვა. და მერე კოლტრეინმა იმავე ჰარმონიულ სქემაზე შექმნა სატელიტი, Satellite. ოღონდ Satellite-ის ეს ბოლო კოდა გაჭიმა და გაჭიმა. კი ბატონო. ну სხვანაირ ინტერპრეტაცია მისცა. ხო, ესე იგი რაღაც ტრანსფორმაციას მაინც ვახდენ, როცა აი როგორც ბუზონი და ბახი ვთქვი. მაგრამ ეს ყველაფერი ვინც ეხლა ვთქვით, ყველანი არიან ამ მუსიკისთან შემსრულებლებიც. მაგრამ არსებობენ მუსიკოსები, რომლებიც ასეთივე ინტერპრეტაციას ახდენენ წარსულის მუსიკალური შედევრებისას, ოღონდ თვითონ კი არ ასრულებენ, არამედ სხვა, მაგალითად ანტონ ფონ ვებერნის რიჩარდ კარი გაორკესტრებული ეს არის მეორე ოპუსი მისი. არის ბახის მუსიკალური შესაწირავიდან ერთი ნომერი 6-ხმიანი რიჩარდ კარი, აი ეს აქვს გაორკესტრებული. ტექსტი კი არ იცვლება, არამედ ის რაც არის კლავირისთვის, კლავესინისთვის, ისიც შეიძლება პატარა ანსამბლისთვის დაწერილი, არის დაწერილი არის გადატანილი დიდ ორკესტრზე. იქ არის მთელი ტემბრული ფანტაზია და ტემბრული ინტერპრეტაცია ბახის შექმნილი ნაწარმოებისა ანტონ ფონ ვებერნის მიერ. ამიტომ ეს დაკვრაც ერთნიშნულოვნად ვერ ვიტყვი, ჩემთვის დაკვრა რა არის. იმიტომ რომ მეც როცა უკრავ, ხანდახან ისეთ რამეს უკრავ, რომელიც არც დამიწერია. და არც არაფერთან კავშირში არ არის ამის ქვე თავისუფალი იმპროვიზაცია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკვრის დროს, ну, კლასიკურ მუსიკაშიც რა თქმა უნდა, მაგრამ ჯაზში რაც ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება ითქვას, რომ როცა თემას უკრავ, ხა იმპროვიზაციაზე აღარ არის საუბარი, რაღაცა თანაკომპოზიტორი, თანაავტორი ზუსტად ეგრეა, კი. ესე იგი, თანაავტორი ხდები, ხანდახან კლასიკაზეც კი ამბობენ ხოლმე, აი ბეთჰოვენს ისე უკრავდა ნანა ხუბუტია, ჩემი მასწავლებლის მონათხრობი, მაგახტაცებული მონათხრობი, მიხოშულენში ერთხელ და მუშინ წინა დღეს იყო კონცერტზე ნამყოფი და ჩვენ მერე გაკვეთილზე ამბობდა ეს რა მოვისმინეო ნანას. ბეთჰოვენის ინტერპრეტაცია ეს იყო სპონტანურობის და იმპროვიზაციულობის განსახიერება. ეს ნიშნავს, რომ ინტერპრეტაციის დროსაც კი შემოქმედებითი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს წინასწარ დაგეგმილი, ან როგორც მოგადგება ისე. ეს ეგეც საინტერესოა. კომპოზიტორობა ვახსენეთ, აი, კომპოზიტორობის ასპექტში კომპოზიტორის დანახული მუსიკა კიდევ ცალკე პრობლემაა შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ კომპოზიტორი მარტო ის ხო არის, რომელსაც რამე კარგი მელოდია დაესიზრებს და დაგვსიზრებია ხო? მე მახსოვს ერთხელ 3 დღე ერთი და იგივე საფორტეპიანო ფაქტურა ეგეთი
და ქალის ხმა მესიზრებოდა დაახლოებით ერთი და იგივე მელოდიკით. ვა, ასე და და დაანდითხა 3 დღე მე დამავიწყდა მე ეს გამახსენდა და მანამდე ვერ დავწერე სიმღერას, ანუ უცბად არ გადავაწყდი ტექსტს, რომელზეც ვიფიქრე, აი ეს ტექსტი იქნებოდა იმ სიმღერისთვის. მაგრამ ეგეთი რამე იშვიათად დამარჩა. ჩემი კომპოზიტორული მუსიკოსობა უფრო მდგომარეობს ხოლმე ცოტა უფრო უცნაურია. კი, რამდენჯერ დამჯდარ და რაღაცა ახლაც მაგალითად ორი კინოსთვის ვაკეთებ მუსიკას, იქ რა თქმა უნდა, ჯერ ერთი ჩემი სახელმძღვანელო არის თუ რაზეა კინო, რა უნდა რეჟისორს, მე ვარ პირდაპირ მისი ხელქვეითი, დიდი შემოქმედებითი პრეტენზიები და დიქტატი ჩემი არც იქონია. კინოშიც ხო არის ეგ იდეოლოგიაა, რომ რაღაცა თანაკინოს ავტორიც ხდები. შეიძლება, მაგრამ მან მე ვისწავლე ჭკუად. აი ჩემი პირველი კინოები დღეს მეღიმება კიდევაც. როგორ თან მეგობარ რეჟისორების კომპოზიტორი ვიყავი ხოლმე, როგორი ჭხუბით მიმდინარეობდა, იმიტომ რომ არ ვიცოდი ჩემი ადგილი ამ კინოს კეთების დროს. ერთი რომ არ ვიცოდი კინო და მეორე არ ვიცოდი ჩემი კომპოზიტორის ადგილი ამ კინოში. და იქ რეჟისორი რომელიც მე დამიქირავებს, მე რომ მეგობარია. ხო გეუბნება რაღაცას, რასაც თვითონ ტექნიკურად, ხელობით თუ როგორც კინო ვერ აკეთებ, მაგრამ რა რაღაცას გავუკეთებ ის რომ უპირობოდ მიიღოს, ეგეთი რამე პრაქტიკულად არ მომხდარა. ეგ კი არა, მე რომ რაღაც როგორც სრულიად ისეთი ჰაი-ჰარად შეთავაზებული რაღაცა რომ მოწონებია და აი ეს არის ზუსტად ის რომ მეტყვიან. მაშინაც აი ხედავ ჩემი მოლოდია და მე სულ სხვა რაღაცებს ვაგებდი კოშკებს და თუმცა ამას ეს რაღაც ორი რაღაც კენჭი უფრო მოეწონა. აი საინტერესო რაღაცები ხდება ზოგადად. ეგ არის. და რაც შეეხება ჩემ საკომპოზიტორო საქმიანობას, რომელშიც მე ვარ ბატონ პატრონი ყველაფრის, აი ეს ცოტა უცნაურია ჩემთან, იმიტომ რომ რაღაც ხშირად ხელმძღვანელობ ხოლმე ისეთი მოცემულობით, რომელიც არამუსიკალურია. ექსტრა მუსიკალური დავარქვი, რომ არამუსიკალური არის, ცოტა უარყოფით იმაში და ვებს. აი მაგალითად ისეთი მოვლენა, ან ისეთი პროცესი, ან ისეთი მდგომარეობა, რომელიც არც მუსიკად ჩაფიქრებული არ არის. არც თვითონ არ არის მუსიკა. და არც პირდაპირ კარგად მოიტანება მუსიკად. აი მაგალითად ნივთების განლაგება აი ამ საჭადრაკო დაფაზე. ან აი ამ მაგიდაზე დაფის და ფიგურების და 1-2 სხვა ნივთის და ფირფიტების განლაგება. ადამიანების მოძრაობა ქუჩაში, ობიექტების მოძრაობა სივრცეში თუ სიფრთხეზე. აი ეგეთი რაღაცეები უცბად შეიძლება გახდეს ძალიან დიდი იმპულსი იმისთვის, რომ ზუსტად აი ამ ობიექტების მოძრაობის შესაბამისი მუსიკალური პარამეტრების ჟღერადი პარამეტრების ცვლამ და გაინტერესოს. რასაინტერესო. ეს უკვე შენიშნება რომელ დეტალს რა პარამეტრს მიუწოდა მაგალითად. მაგალითად იქ თუ დარბიან ბავშვები და მათ შორის ზოგი გოგოა და ზოგი ბიჭი, მაგალითად გოგოების მოძრაობა ან სირბილი, ან სხვა ტიპის მოქმედება არტიკულაცია რამე, შეიძლება იყოს ერთი რომელიმე პარამეტრის ისა. ხო, ეს ტემბრი იქნება, თუ ღერა სიმაღლებრიობა, თუ დინამიკა. ჯებისა სხვა. მე რეკ მანქანა ჩაივლის კიდევ რაღაც ახალი ელემენტი შეიძლება შემოდიოდეს. მე ვფიქრობ იცი რა არის, აი ზოგადად ალბათ ჭეშმარიტ კომპოზიტორობა SMS-ის რა და მუსიკაც ხო იდეაში ეგ არის, რომ რაც ხდება, აი ჩვენს საერთოდ ქვეყანა დედამიწაზე, მაგის გადმოტანა იდეაში ზუსტად ეგრეა. მუსიკა. ამიტომ კიდევ უფრო მეტი შეიძლება ითქვას. როგორც არ უნდა შემოვიტანო მე ჩემს სამუსიკო ქსოვილში არამუსიკალური მდგომარეობები, პრინციპში ყველაფერი რაც მე შემიძლია აღწერო რიცხვებით, ყველაფერი შემიძლია გადმოვთარგმნო მუსიკის პარამეტრებად. იმიტომ რომ მუსიკა არის თვითონ ეგეთი რიცხობრივი ზომატონის ხელოვნება. მათემატიკა. არითმეტიკა, მათემატიკა პირიქით, ხო, რატო არითმეტიკა, რატო უნდა დავავიწროვოთ? მათემატიკა. და მათემატიკა და მუსიკის ფიზიკა კიდევ ასე. მუსიკის ფიზიკა ხო მართლა ფიზიკა. ეს ერთმანეთთან ისე მჭიდრო კავშირში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არსებობენ მაგალითად იყო ერთი საოცარი კომპოზიტორი იანის ქსენაკის ეგრე ერქვა. რომლის მუსიკა
პრინციპში არის სხვადასხვა ტიპის მათემატიკური მოდელები, თეორიები, ალბათობის თეორია, სიმრავლეთა თეორია, პროგრესიები, პროპორციები. იყო სხვა შორის არქიტექტორი თან მეორე პროფესიით და იყო არც მეტი არც ნაკლები ლე კორბუზიეს ასისტენტი. ვახ. აბა, პარიზში. ისე რომ კომპოზიტორები მართლა შეიძლება ძალიან უცნაური წარსულის მქონე ადამიანები გახდნენ. ვა. ვიღაცა შეიძლება ბავშვობიდან წერდეს სრულიად კონვენციურ და ჩვეულებრივ მუსიკას, მაგრამ უცბად შეიძლება მისმა მუსიკალურმა ინტერესმა საოცარი ტრანსფორმაცია კი არა, სრულიად რადიკალურად შეტრიალდეს და სხვა მხარეს წავიდეს. ამიტომ არსებობენ კიდევ კომპოზიტორები. ნუ მაგალითად ვიღაცები თავის თავს კომპოზიტორს ეძახიან, ოღონდ მუსიკას არ წერენ. მაგალითად თომას მანი თვლიდა, რომ პრინციპში მე მუსიკოსი ვარო, ოღონდ ეგეთი განუხორციელებელია. ვა. და ძალიან ცდილობდა ესა თუ ის თავისი ხრობა, ხანდახან მთელი რომანიც კი დაექვემდა ბარებინა მუსიკალური განვითარების ეტაპებისთვის. იცი რა არის, ზოგადად მაღალი დონის მუსიკა, ну იგი ჯაზი და ასე შემდეგ, არის უმაღლესი დონის პოეზია. მუსიკა და პოეზია ისევე ადვილად შეედრება ერთმანეთს, როგორც მუსიკა და მხატვრობა, როგორც მუსიკა და როგორც მუსიკა და ყველაფერი, რასაც დავინახავთ, იმიტომ რომ ხელოვნების მთავარი არსი კიდე ერთი დიდი კომპოზიტორის პარაფრაზი უნდა მოვიყვანო. ხო. ციტატა არ არის ფლათ, მაგრამ არნოლდ შონბერგი იყო ეგეთი. პრინციპში მამამთავარი ტონალობიდან დოდეკაფონიასი გადასვლისა, აი მცირე ხნის თავისუფალი ატონალიზმის მერე შექმნა სისტემა, რომელიც ისევ აღარ ჰიერარქიულ, მაგრამ ბგერების ერთმანეთთან ურთიერთობას გულისხმობდა. და ამ შონბერგის ნათქვამია. ხელოვანის განსაზღვრებაა ეგეთი. ხო. რომ ის, ვინც ყველაფერს უყურებს ისე, რომ ზუსტად იმითი, რომ ამან შეხედა, ის რაღაცა არაჩვეულებრივ მოვლენად იქცეს. ვა, როგორი საინტერესო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აი ამ ნივთების განლაგებაში, შეიძლება დავინახოთ ჩვეულებრივი ნივთების განლაგება და იყოს და ეგ, მაგრამ ვიღაც ბავშვმა უცბად აი ამ ტელეფონის და ამ პატარა Volkswagen ავტობუსის შეხედოს და უცბად მასში აინთოს რაღაც ნაპერწკალი, რომლის დროსაც მან სულ სხვა რაღაც დაინახა, განიცადა და მე ეს თუ ხელოვანია უკვე ზრუნავს იმაზე, რომ თავისი ხელობა მაქსიმალურად დაიხმაროს იმაში, რომ ეს დანახული სხვასაც განაცდევინოს. და მე მგონი ეს ძალიან კაი განსაზღვრებაა ხელოვნების. და ეხლა დაუბრუნდები იმას, როგორც არ უნდა სხვა უცნაური რაღაცებით ვიხელმძღვანელო, რიცხვები იქნება ეს კამათლების გაგორება თუ ვარსკვლავების მოძრაობა თუ მანქანების თუ ისიც გვინდა, მაინც დაკვირვებული ვარ და თავს დავდებ ამაზე, რომ ჩემი დაწერილი ნაწარმოები არის ჩემი დაწერილი ნაწარმოები და საოცრად შეესაბამება ჩემს იმ დროინდელ ემოციურ, ინტელექტუალურ, ფსიქიკურ და როგორც გინდა მდგომარეობას. პრინციპში ანარეკლია პირდაპირ მთელი იმისი, როგორც მე აღვიქვავ ჩემს გარემოს. კომპოზიტორისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სხვა მუსიკის და სხვა კომპოზიტორების ზეგავლენა. და აი ამ ზეგავლენებში და რაღაცების მოქმედებებში, აი შენი თავი რო გამოხატო. ძალიან რთულია, მაგრამ აი მე მგონი ეგ არის მთავარი გზა ადამიანის განვითარებისა. არა მარტო კომპოზიციაში, ჩვეულებრივ ცხოვრებაში პატარები ბაძავენ დიდებს. ყველა მათგანს აღმოაჩნდება ხოლმე ეს ძალიან მისაბაძი ადამიანი. ეს ხშირად არის ხოლმე რომელიმე მშობელი, მაგრამ ხშირად შეიძლება მშობელი არ იყოს და ვინმე ბიძა იყოს, ან კიდევ რაღაც მეგობარი, ან კიდე სულაც ვიღაცაზე ვიზეთ წიგნში დაიკითხა და მე ეს ვიღაცა გაიცნო. იგივე არ არის ჯაზში მაგალითად. გადმოცემით ხო ვიცით, რომ ჩარლი პარკერის სახლში ნაპოვნი ფირფიტები. ხო. ყველა იმ ადგილას, სადაც ლესტერ იანგის სოლო იყო სულ თეთრი იმდენ სატრიალდა იმას. და პარკერის დაკვრის სწავლა იყო ლესტერ იანგის და კოლმენ ჰოკინსის სოლოების სმენა და დასწავლა. ეხლა წარმოიდგინე პარკეს რამდენი ვიღაც ბაძავდა, მარტო საქსოფონისტები კი არა, ყველამ დაისწავლა პარკერი, ისე რომ პარკერი თავისი ამ გაუბედურებული ჯანმრთელობის პირობებში უკვე
პარკერზე უკეთესად რო უკრავენ პარკერის მუსიკას. ვინახ. რავი, სონისტიტი, იკონიცი, კი არა, სონი კრისიც იყო ერთ დისკზე არის. ძალიან უცნაური სიტუაცია. ლოს-ანჯელესში ჩასული ჩარლი პარკერი, იმ წუთში რა თქმა უნდა გადაყვა იქ ნარკოტიკს და რათას უბედურებას და მოაწყო ეგეთი audition მესაკვირის საშუალებლად. ხო და ჩეტ ბეიკერი იხსენებს, რომ დავდექიო ძალიან შორს ვიყავი რიგშიო რაღაცა. მაგრამ ნუ რიგმა რომ მოუწია, ეგრევე შეწყვიტა audition-ი მან პარკერმა და აიყვანა იმ ბენდში აიყვანა რა, რომელსაც უნდა დაეკრა. იქ ლორენს მირაბლ უკრავდა იდოლებზე სხვა შორის და იქ უკრავს საქსოფონსაც სონი კრისი. პარკერი, კრისი, ხა პარკერი რო ჩაბეროს, იცი რომ პარკერია. მაგრამ ხანდახან ისეთ რაღაცას გააბოდიალებს ხოლმე. სონი კრისი ჩაციკციკებული აქვს თელი პარკერის ესენი კონტურები, ლიკები, რა ვიცი, ლაინები ყველაფერი. მოდა ეგეთი უცნაური დისკია იქ ძალიან. კონდა ეს დისკი გიორგიც სიმაშებოდა, აკვირდებოდა ამებს და მე ერთხელ სადღაც უკრავდა და იქ შეხვდა ეს ლორენს მირაბლ რაღაც ფესტივალზე და ვიღაცას ელაპარაკებოდა ეს ჯაზმენები ხო ერთმანეთს რო ხვდებიან მე არაფერი აღარ აინტერესებს ფესტივალებზე ხვდებიან ამიტომ ქაქანებენ და მე მივედიოდა და პატარა ბავშვი იყო მაშინ ჯელოზე უკრავდა მეო ის დისკი მაქვს თქვენ რო უკრავთო აიქო იქ პარკერი ეცი რა ხო და აი ესე იყო ხოლმე ხო კოლტრეინისთვის მაგალითად კოლტრეინი ტენორზე გადავიდა უკვე მაგრამ მაინც უნდოდა რომ ესე პარკერივით თხლათ და ესე რა ქვია ხო ბრაიტ საუნდი ქონდოდა რაღაცებში იგრძნობა ხო ადრე ალზეც უკრავდა ხო კოლტრეინი და სოპრანოზე უფრო იგრძნობა სოპრანოზეც ხო სოპრანოზე კიდე სხვანაირი ჩემთვის სხვა ისა სოპრანო ვაფშე რაღაცა ძალიან კოსმიური ინსტრუმენტია ზოგადად ხო და კოლტრეინის დაკვრაც კოლტრეინის სოპრანოც არის კოსმიური ხო და მაგრამ მე კოლტრეინი რო ესე იგი ბაძავ ვიღაცას მაგრამ ამ ბაზვაში უცბად დადგება მომენტი როცა შენ ინდივიდუალობას პოულ ვიღაცა ეგრევე რჩება ბაძავს და ესე დაავადდება მეტნაკლებად მაგრამ ეხა კოლტრეინის ნაირი საქსოფონისტი რამდენი მთელი არმია ხო წამოვიდა და რამდენი ინდივიდუალობაა რომელსაც თავისი თავი ნაპოვნია კი ხო იქ ბრეკერი იქ დეივ ლიბმანი სტივ გროსმანი რა ვიცი ჯოლოვანოც კი ხო ლოვანო ეხა ლოვანოს მოწაფეები რო ავიღოთ ლოვანოს მიმბაძველი ხალხი კრის პოტერი ხო ლოვანოზე ახალგაზრდა დააბევრად და ლოვანოზე მაგრა უკრავს ვიღაცები მაგრამ ან იგრძნობა რომ მაგათ შორის ეს კავშირი რაღაც მაგრამ თუ დაუკვირდები ძალიან შემდეგი თემა ესეთი ჩვენ ცოტა გადახტომა მოგვიწია. ცოტა ხტუნავთ ეგეთი. ხტუნავთ, არა უშავს. კარგია. იმპროვიზაცია კარგია. ესე იგი, ჯაზი ვახსენეთ და რაღაც მაღალ მატერიალს შევეხეთ. მოკლედ და აი ამ თვალსაზრისით რა ხდება საქართველოში? ცოტა უკლიდან რომ დავიწყოთ. რა ვიცი, მე მგონი საქართველოს მაყოფილს და სიამაყით შეუძლია თქვას. თან ქართველებს მოწონთ ეს და როცა ვიღაცას გააკვირვებენ იმითი მაგალითად როგორ უყვართ ჯაზი. იმიტომ რომ ეს სნობური მომენტი ყოველთვის არის, ხა ყველა ერს ახასიათებს და ქართველებსაც მაგრა გვახასიათებს. ჯაზის გაგებაში არ ყოფნა და მაინც რაღაცა ჯაზის კონცერტზე აუცილებლად დასწრება. ან რაღაც ჭკვიანობების ლაპარაკი როგორც ახლა მე ვშვები. მაგრამ ერთი არის რომ ყველა აი ამ დიდი ჩვენი იმისი ხო hero როგორ ამბობენ ჩვენი გმირების ჩამოსვლის დროს ყველას რაღაც დასწდებოდა ხოლმე მე აქედან რომ წავიდო და რაღაც განსაკუთრებული ნათქვამი თბილისის პუბლიკაზე ჯაზის. ეს ნიშნავს რომ მაშინაც კი როცა ჯაზის ცხოვრება საქართველოში მაინც არ ჩქებდა. დღევანდელი ეხლა იმ დროს რო შევადრო დღევანდელი შეიძლება ითქვას რომ ჩქებს ეხლა 2-3 ჯაზ კლუბი ყოველთვის არის. ჯაზის მუსიკოსები ვინც არიან, ვინც რამის დამკვრელეს სულ დასაკრავი აქვს. ვისაც რამდენი უნდა იმდეს უკრავს. და ეგრე. ამიტომ დღეს მაინც სხვა სიტუაციაა და აი ადრიდან საოცრება რა იყო რომ მაშინაც როცა ეს ბატონობდა ეს საბჭოთა რა ქვია მაგას საბჭოთა იდიოტობა მაშინაც კი რამდენი იყო ამ საბჭოთა კავშირში აი ეს მთელი ეს მუსიკალური პოპ მუსიკა შეიძლება ითქვას ხელმძღვანელობდა ჯაზის ესთეტიკით
ამიტომ სულ არ არის გასაკვირი რომ ეს გეპეის ჯაზი შეიქმნა, პევზნერამდე ვინ იყვნენ, ვაიმე ეს სახელები კარგად არა ვარ ჩაღრმავებული მაგ ისტორიას, ამიტომ ჩემ და სამარცხვინოთ ძალიან ბევრ სახელს ვერ გავიხსენებ ახლა, მაგრამ არა უშავს. არის მართლა ახლა 60-იან წლებში რომ მაინც ეს სვინგი და რაღაცები მეფობს, იქ უკვე სხვა მუსიკა მეფობს რა თქმა უნდა. მაგრამ ფაქტია რომ ეს ჯაზი სულაც არ იყო ესეთი რომ ამბობენ ხოლმე ხანდახან сегодня ты играешь джаз, а завтра родину продашь, მე ნათქვამი არც გამიგე. მე მგონი ვაფშე მოგონილი. მოგონილია. ყოველ შემთხვევაში მაინც რაღაც ძალიან ბომბის გავარდნასავით იყო 1978 წელს რომ ჯაზ ფესტივალი დაარსდა. მაინც აი 1978 წელს იქ იყო დორიან კიტია, გაიოს კამდელაკი, აი მაშინდელი ჯაზის საზოგადოება იყო მაინც განსაკუთრებული რაღაცა. იმიტომ რომ მაშინ ახლა ჩემი ძმა უკვე ჩემს 14 წელი დიდია. ჩემი ჯაზი მაგალითად ჩემი ძმისგან მაქვს, იმიტომ რომ სულ პატარა რო კითხო აკვანში რო ვიწექი მაშინაც ჯაზს უსმენ. მართლა 14 წელი დიდი იყო ჩემს ძმა. ნუ ფაქტია რომ 2-3 წლისა უკვე მართლა ბევრს ქონდა ეგეთი დილი, ეგეთი მაგნიტოლა. მაგრამ 10 წლის ვიქნებოდი რომ მომიტანა, ცალკე ცხოვრობდით. მომიტანა თავის აკვარელის მხატვარია. აკვარელის ნოდარ გაფრინდაშვილი ქვია. აკვარელის პაპკაში ესე რამდენიმე დისკი ჯაზის. ვინილის. იქ იყო, იქიდან რამდენიმე ჩემთვის უმთავრესი დისკია დღესაც. მაგალითად ოსკარ პიტერსონის We Get Requests, ოსკარ პიტერსონის ტრიო. ან ლუის და ელას დისკი. და კიდევ რა იყო, დეივ რუბეკი იყო. აი სწორედ ის დისკი Take 5. Time Out თუ რა ქვია ამას. ხო და აი იმ დროის ქართველი ჯაზმენობა რაც არ უნდა ცოტა იყოს დღეს ბევრი უკვე ცოცხალიც აღარ არის უმნიშვნელოვანი საფუძველი რომელსაც ჯაზის გემოვნება ერთი შეინახა აღორძინა განავითარა და დღეს რო ახალგაზრდებს ეგრე უყვართ ჯაზი თავისთავად ჯაზი განვითარდა ისე რომ ცოტა კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა ვიდრე ადრე იყო ჯაზის ბუნებაში არის რაც მუსიკალურად ხდება იქნებოდა ეს ეხლა რა ვიცი იქნებოდა ეს მაგალითად იმპრესიონიზმი ჯაზმა შეისის ხორცა იქნებოდა დოდეკაფონია და რაღაცებიც კი შეითვისა ჯაზს ავანგარდული ყველაფერი ამიტომ ჯაზი ისეთი თავისი სპონტანურობით და თავისი სხვათა შორის არც თუ ისე ელიტური წარმომავლობით და ბორდელებში და იმეებში იქნებოდა ეს ჯაზი აი ამან განაპირობა ჯაზის დღემდე აი ესეთი ღიაობა რომ ყველაფერი შეუძლია კლასიკიდან ფრიმდე ნებისმიერი ეთნიკური მუსიკალური კულტურა მუსიკალური ენა შეუძლია შეითვისოს და იმაზე აღმოაცენოს რაღაც კიდევ ახალი ჯაზის ეგეთი ახალი კალაპოტი და ეს მაგარია ძალიან ამიტომ მგონია რომ ჯაზის ამბავი ეგეთია ხო ჯაზი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ხელოვნება თუ შევხედავთ იმას რომ აი კლასიკურ და აკადემიურ ხელოვნებას და მუსიკას ხო მაინც ის აქვს ხოლმე შეერჩება ძალიან დიდხანს რაღაცნაირი ჩარჩოები დოგმები და რაღაც კი ამის წინააღმდეგ ყველა ნამდვილი ხელოვანი ამის წინააღმდეგ რაღაცას ცდილობს მაგრამ ჯაზში პირდაპირ მოცემულია ის რომ რაც არ უნდა მოხდეს მოსახდელი უნდა მოხდეს ამიტომ ბევრად უფრო სოციალურად ნეიტრალურია და ყველაფრის მიმღებია, ასობრივადაც ყველაფერი, აი ეს ადრე კლასიკურ მუსიკას ეგეთი რამეები ვთქვათ არ ჩვეოდა. მაგრამ ამასობაში კლასიკური მუსიკაც ეგეთი გლობალური ხელოვნება არ არის, დასავლური მუსიკალური აზროვნება. ჩინელი და იაპონელი საოცარი მუსიკოსების ამბავი რო გავიხსენოთ. კი ბატონო. საქართველოში, აი როგორ ფიქრობ, რომ სადღაც 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. აი ჯაზი რო ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ და ბიგბენდები და ფესტივალები და ისინი. მე ამაზე კარგად ვისაუბროთ კიდე კახა კანდელაკთან აუცილებლად. და ის დეტალურად მოგიყვება ყველაფერს. მაგრამ ჯაზის გარდა რაც აი ესტრადა პოპ მუსიკა ასეთ რაღაცეები მოდიოდა აი რითი შეგვიძლია დავუშვათ ჩვენ ქართულ საზოგადოებას, ასე ვთქვათ, დავეხმაროთ იმაში, რომ
აი ვიღაცას ძალიან ხშირად გვხვდება ბოლო პერიოდში და მაგით გამიშდა ახლა ეს შეკითხვა რა. რომ მაგალითად ახლა ვერ უსმენს რაღაც კოლტრეინებს და რაღაცებს, თუმცა რაღაცა სიმპათიები აქვს, მაგრამ აქამდე მისასვლელად გზა უნდა რა, უნდა რომ გაიგოს. სურვილი აქვს და როცა ადამიანს სურვილი გაქვს რაღაცის რომ აი იქ რომ რაღაცა კენწეროში დევს, ის მინდა რომ ავიღო, მაგრამ კიბე არა მაქვს. აი კიბე რომ უთხრა შენ მიუთითო რომ აი ეს კიბეა მან დასასრულად. აი მაგ კიბეს რას ურჩევდით მაგალითად? ეს ძალიან ფართე და ღრმა და ცოტა ძნელი კულტუროლოგიური პრობლემა. დიდი რაღაცა ხო, მაგრამ აი რაღაც ცოტა მოკლედ. ეხლა ჩვენ დრო საბჭოთა კავშირში მაგალითად კი არ ყვა გადაცემას ეს ესტრადაა. იყო ერთ საოცარი ადამიანი ევგენი მაჭავარიანი, ჟენა მაჭავარიანი. მაგრამ იმისი მონათხრობით თვითონ ახლა როგორც თვითონ უყვარდა ჯაზი და რა დოზით შეეძლო რომ ამ გადაცემაში ჯაზის ნომერი ან ჯაზის რუბრიკა ყოფილიყო, სულ იყო. ამის პარალელურად კი ხო ნახულობდით ბიტლებზე თუ რამ ფილმი უცბად გამოჩნდებოდა, ამის პარალელურად კიდე რაღაც ბენდებს ვიცნობდით. ეხლა ჩემი სამწუხაროდ ჩემი ძალიან მთავარი ინტერესი მაინც ჯაზი იყო. მაგრამ ვიცი რომ პოპ მუსიკა იქ ასევე ძალიან ისე იყო წარმოდგენილი. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ტელევიზორი ერთადერთი საშუალებაა და კიდევ საზღვარგარეთ რაღაც მანქანებით წასული ხალხი, ახალგაზრდები თუ ძველგაზრდები, რომლებიც საჭმელს არ ჭამდნენ და იმ ფულს საჭმელად რო ჰქონდათ მიცემული, იხდიდნენ იმაში, რომ ჩამოეტანათ წიგნი ან ფირფიტა. და ორივე ღირდა ძვირი, წიგნის და ფირფიტაც. კი ბატონო. მაშინ არ იყო ესეთი გაიაფებული ფირფიტები და გაიაფებული წიგნები, როგორც დღეს არის ევროპაში. ანუ სერიოზული წვალება ჭირდებოდა ადრე კომუნისტების პერიოდში, რომ რაღაცა ვიღაცის და მე ნუ სადისტი თუ დაგხვდებოდა იმაზე საბაჟოზე, სპეციალური ხელსაწყო ქონდათ, რომელიც ამ დისკს ეგრე უჭერდნენ და ტეხავდა ან ხრეთდა ამ დისკს. ეგეთი მსგავსობებიც იყო, რა თქმა უნდა. თავარია დღეს აღარ განმეორდეს იგივე. ხო. იმიტომ რომ ეს რაც გვახსოვს ჩვენ შვილებს რო ვამბობთ, შეიძლება არც კი დაიჯერონ. მაგრამ მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მე მახსოვს ეს ამ მტკივნეულადაც. ასეა თუ ისე მგონია რომ ადამიანი რომელიც მუსიკით დაინტერესდება დღეს ბევრად უფრო კარგ პირობებშია. რა თქმა უნდა, დღეს უსხოდროა. თუ უცბად ამ ადამიანსაც არ დაეჯახა რაღაცნაირი ერთი სიბნელის ტალღა, რომელიც მას შეზღუდავს გინდ აკადემიური კეთმაღლობით, გინდ დარეგემოვნებისთვის დამახასიათებელი აი მუაზრობებით, რომლებიც ძალიან მრავლად არის, იმიტომ რომ ხელოვნებაც ისე როგორც ყველაფერი სხვა, უცბად გაბაზრდება ხოლმე და ემორჩილება ბაზრის კანონებს და ვინაიდან ადამიანი ცოტა ზარმაცი არსებაა და არ სჩვევია ახლა ნებით განსაკუთრებული ინტელექტუალური ან ესთეტიკური ან ემოციური ძალისხმევის გამოჩენა. ურჩევნია რომ უკვე როგორც fast food-ია. მაგდომში იქ ყრია კარტოფილი, იქ ყრია ეს ბურგერი, გაკმიჩავ და თან მანქანა შეგიძლია ატარო. არც კი გადმოხვიდე მანქანიდან პირდაპირ წააჩერო და ბარათით გადაიხადო. აი ეგეთი მიდგომა მუსიკასთან შეიძლება ხანდახან განაპირობდეს იმას, რომ შენი გასართობი და მომხმარებლური დამოკიდებულება მუსიკასთან გიფუჭებდეს გემოვნებას და მუსიკის ხარისხსაც სულ უფრო დაარესხდიდეს. ამის წინააღმდეგ ერთადერთი, რა ვიცი, რა მგონია, აღზრდა და განათლება. მე მგონი, ხო, მაგრამ ვინც ცოტა საბჭოთა პერიოდიდან არის. ეხლა თანამედროვეებს და აი 90 ჩემი თაობიდან ცოტა რაღაცა იგრძნობა, ხო, მაგრამ აი იქამდე ხალხშია ძირითადი პრობლემა ხომ როგორც წესი რა. აი ჩემი მამის სწორა ხალხი და აი რას ურჩევდით? მაგრამ პრინციპში იცი რა არის? ჯენზიშიც უკვე რაღაცები არის რა. ცუდის და კარგიც რა. მე მგონი უგემოვნო ხალხი ბევრგან ასეულს, მაგრამ ხო, მაგრამ აი რას ურჩევდი ისეც რომ მაგალითად კლასიკური მუსიკით დაიწყო? თუ იქამდე კიდე რაღაცით დაიწყო, რომ ამის სმენა და განალიზება. მე მგონი მან რომელი მუსიკით დაიწყო, ის კი არ არის მთავარი. ხო და როგორ შეხედო რა მუსიკას, ხო ეგ არის რეალურად. მე მგონია რომ ადამიანმა თავის თავში უნდა დაუშვას. რომ მისი არც პროფესიული, არც ცხოვრებისეული აქტუალობა არ უკრძალავს მას წაიკითხოს სხვა წიგნი და ეზიაროს სხვა ხელოვნებას. რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანს შეიძლება
ერთი-ორი რაღაცა უფრო ვუამბოთ და მე თვითონ დაინტერესდეს. მაგალითად, ვუამბოთ იმის შესახებ, რომ იყო ერთი კომპოზიტორი ჯონ კეიჯი, რომლის ერთი საფორტეპიანო ნაწარმოები არც ერთ წინასწარ განზრახულ დაწერილ ბგერას არ შეიცავს. და პიანისტი უზის ინსტრუმენტს სამივე ნაწილის მანძილზე და უკრავს არაფერს. მარტო დროს ინიშნავს და ცარიელი ფურცელი აქაც. და ამ დროს ხალხი გაშაყირებულად კი არ გზნობს თავს, არამედ სრულიად სერიოზულად დაძაბულობით და ინტერესით ისმენს იმას, როგორ არაფერი არ ხდება, უბრალოდ როგორ რაც მოხდება, იქნება, რაც შემთხვევით მოხდება, იქნება ამ ნაწარმოების ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი თავარი ურთიერთობა ხელოვნების ნაწარმოებთან არის ის, ჩვენ რაც დავინახოთ მასში. ეხლა თუ ადამიანმა ვერაზროს ვერაფერი ვერ დაინახა კლასიკურ მუსიკაში, არც უნდა ვაწვალოთ ეს ადამიანი. მაგრამ თუ ადამიანი ამბობს, "ახ, ბიჭო, როგორ მომწონს ეს ჯაზი, ახ, როგორ მომწონს ეს ესე რომ რაღაც კარგად რო ცეკვავენ მაგალითად, ბალეტი როგორ მომწონს." მაგრამ ჩემი მდგომარეობა, მაგალითად, მე ვარ ვიღაც ძველი ბიჭი. ან ვარ ვიღაც სასულიერო პირი და ვიღაცა მეუბნება, რომ ეს შენთვის ეს არ არის კარგი. აი აქ უკვე მე უნდა აუმხედრო და იმას, ვინც ამას მეუბნება, იმიტომ რომ ეს ეგრე არ არის. ხელოვნება არასდროს არ არის მავნებელი, თუ შენ თავთან თავარი ღირებულებები გააზრებული გაქვს. იცი რა არის, ჩემი აზრით რაღაცა უნდა გამიჯნოს აი ამ კატეგორიებით ადამიანმა ზოგადად, რომ მუსიკა არის, ანუ რა თქმა უნდა ძალიან ბევრნაირია, მაგრამ არის გასართობი, ასე ვთქვათ, რასაც მასა უსმენს და ქვეყანა უსმენს, ну არა მარტო საქართველოს, მსოფლიო რა. და არის მუსიკა, რომელიც არის ხელოვნება. მე მგონი აი გასართობს, რასაც ვეძახით, იქაც უამრავი მარგალიტები არსებობს. კი ბატონო. და ჩვენ რო გონია ხელოვნება, იქიდან ძალიან ბევრი ნაწარმოები სწორედ გასართობად არის დაწერილი. მაგალითად, ამაზე უფრო მომხმარებლური რამე რა გინდა, რომ ვიღაც გრაფი, რომელსაც ნერვები აქვს ცუდ დღეში და ვერ იძინებს, შეუკვეთავს უცბად და ბახი უცბად დაწერს გოლდბერგ ვარიაციებს. ეს მუსიკა ამ საოცრების, ხო, მუსიკალური გამომგონებლობის, ღვთაებრიობის, ვირტუოზობის, როგორც საკომპოზიციო. უცბად იმაში იხარჯება, რომ რაღაც გრაფმა წაუძინოს. მაგრამ მეორე მხრივ უცბად კომპიუტერთან მჯდარი ხმაწვილი, რომელსაც არანაირი მუსიკალური ბექგრაუნდი შეიძლება არ ქონდეს. უცბად შეიძლება ისეთ რაღაცებს გადააწყდეს, რასაც მუსიკა ჯერ არ გადაწყდომია. ამერეს ვისაც მუსიკას აქამდე, თუნდაც აკადემიური, დოგმატური თუ როგორც გინდა მოსაზრების გამო, გვერდი აუვლია. ჩვენ დღევანდელი ცხოვრება გვეუბნება, რომ ყველაფერი აი ხელის გულზეა. რაღაცეები შენ თავს შეგიძლია შენ თვითონ გამოურიცხო, იქით არ გადადგა, რომ ფსკულში არ ჩავარდე რაღაცა, მაგრამ დანარჩენი, რაც არც შენ გვნებს და არც მით უმეტეს სხვებს, რატომ არ უნდა განიცადო, გაიხარო და რატომ არ უნდა უყურო თუნდაც უმაღლეს შემოქმედებას, ხო? ამიტომ აი ამ მერვე კლასელი ბიჭის რაღაც მუსიკალურმა აღმოჩენამ შეიძლება ბევრად დიდი ღირებულება შეინარჩუნოს, ან მიიღოს თავის დროზე, ვიდრე რაღაც პაპსამ, რომელიც კლასიკური მუსიკის ყველაზე უფრო მეტჯერ დაკრული ნაწარმოებია. კლასიკური პაპსაც ხო არსებობს? აი ამიტომ ეს ყველაფერი მაინც ადამიანის ინდივიდუალური დამოკიდებულებაა იმასთან, რომ კიდევ ერთი შონბერგის ციტატა უნდა მოვიყვანოთ, თუ არ გადავტვირთვით საუბარი. პოდკასტი ხო არ გადაიტვირთება. შონბერგის მოწაფე იყო ანტონ ფონ ვებერნი, ერთხელ გვახსენეთ. იმას აქვს დაწერილი ბაგატელები სიმებიანი კვარტეტისთვის. ბაგატელი არის მუსიკალური ჟანრი, რომელიც ნიშნავს ეგეთ პუსაკურ რაღაცა, ესეთი არაფრის მაგნის რაღაც პატარა ესე. სუბუკ რაღაცა. ხო და ნუ ეს ცოტა ესე ქვია. მცირე ძალიან პატარა პიესებია, სულ წამები გრძელდება ერთი. მაგრამ ამას წაუმძღვარა გამოცემის დროს არნოლდ შონბერგმა წინა სიტუაობა. ნუ იმაში ერთ-ერთი მთავარი ფრაზა ეს არის, რომ
ამ მუსიკის გამგები მარტო ის არისო, რომელიც იმ რწმენას განეკუთვნებაო, სპეციალურად თარგმნით სიტყვასიტყვით. ხო. რომ მუსიკით რაღაც შეიძლება გამოითქმას, მხოლოდ მუსიკით გამოთქმანდიო. ვა. მუსიკით შეიძლება რაღაც გამოითქმას ისეთი, რაც მარტო მუსიკით თუ გამოითქმა. ხო. შენ თუ დაუშვებ იმას, რომ მუსიკაში რაღაცას გეუბნება, აჰა. რომელსაც ვერც ერთი სიტყვით, ვერც ერთი ხაზით, ვერც ერთი საქმით, საგმინოთი ვერ გადმოსცემ, ესე იგი ეს მუსიკა შენში აღვიძებს რაღაც უმნიშვნელოვანეს. და უამისობა ხო დასანანი იქნებოდა. მეორე მხრივ მაინც რაღაც ჩვეულება, განათლება და გარემო გადამწყვეტია, იმიტომ რომ ჩემი ერთი მეგობარი კახელი მეზობელი ჩემ სოფელში ჩვენთან ცხოვრობდა, იმიტომ რომ დედამისი ავად იყო თუ თვითონ რაღაც მახსოვს. და რაღაც რომ დავდე ეგეთ სიმებიანი კვარტეტი. ეს რა პანაშვიდის მუსიკას ამ დროს მოცარტის კვარტეტი იყო საკმაოდ ხიარული. ხო და მათთვის სიმებიანი ორკესტრი რო უკრავს უკვე პანაშვიდია, იმიტომ რომ ეს ანდროპოვი და ჩერნენკო და ისინი ჩაძაღლდებოდნენ ხოლმე იმათ დროს ბალეტი იყო და სიმფონიური მუსიკა. ხო და შესაბამისად ასოციაცია. ხო და ეგ არის რა, წინა თაობასკენ უფრო რა არის რა ეგ ისინი საკითხები რა, რომ რაღაცა რომ ჩავურთ მაგალითად აი რამდენიმე წლის წინ ცხოვრებულ ბიზნესში მქონდა ესეთი რაღაცა წაკამათება დავა რაღაცა საუბარი რომ აი კლარნეტი ავიღეთ სიტყვაზე ინსტრუმენტი და კლარნეტი ძალიან მიყვარს ჯაზში რა ნუ კლასიკაში სასწავლებლად ჯაზში ძალიან მიყვარს მაგრამ ქართულ მუსიკაში არის საშინელება გააჩნიო ხო და როგორ შეხედავ ხო გააჩნია მან კლარნეტის ბრალი კი არ არის ვიცი არა არც ქართული მუსიკის ბრალი არ რა თქმა უნდა მაგრამ უცბად ამ კონტექსტში თუ მოიყვან ხო იმიტომ რომ ყველა ინსტრუმენტს, ბგერას, ჰანგს, მელოდიას თავისი კონნოტაცია გააჩნია. ხო და ის შენში აღძრავს რაღაც ასოციაციას, რომელიც შეიძლება მცდარი იყოს. მაგრამ აი ეს სიმცდარე თუ სისტორე კიდე ვინ დაადგინა. ჩვენ მაგალითად შეგვიძლია უცბად სიცილით მოვკვდეთ რომელიმე ჩინური ოპერის ყურებისას. ან კაბუკის, არა, ნოოს თეატრი რო ავიღოთ იაპონიაში. როგორ მოძრაობენ იქ და რაღაც. ხო. შეიძლება ვაჩვენებ ხოლმე სტუდენტებს როგორ სულ სხვა პირობითობებია იქ. ამ დროს იაპონელს და ჩინელს შეიძლება ჩვენ ხმის წარმოებაზე გამხდარიყოს იცით. ეხლა კი ისინი ჩვენზე მაგრად უკრავენ ხანდახან, მაგრამ ევროპულ მუსიკას, მაგრამ თავისთავად ეს განსხვავებები მუსიკალურ კულტურებში ამას რაღაც განათლებული ან ცოტა ღია ადამიანი რა თქმა უნდა აღიქვავს როგორც გამდიდრებას. და ვიღაცისთვის ეს მიუღებელია. მე არის კი გადამეტებული პატრიოტიზმი კი არა, გადამეტებული იდენტობის გაცდა. მაგალითად, მე შეიძლება ისე იდენტიფიცირება მოვახდინო ჩემი თავისა ერთ რაღაცასთან, რომ ამ ერთგულებით და აღმაფრენით გავემიჯნო ყველაფერს სხვას. ხო და როგორც ქართულ ფოლკლორშია. ხო, მაგალითად, ეხლა მე თუ ვთქვი, რომ მარტო ქართული მუსიკაა. ყველაფერი, მაშინ მე ტემპერირებული დო მაჟორის აკორდი ან მე ეს მოდულაციები რაღაცები ხო ჭუჭკიანად მესმის და მე ვთქვა რომ ეს ეშმაკეულია და ჩემი ნეირონული მარი მარტო ეს ნიშნავს რომ მე თუ რაღაცას ვუერთგულებ ეს არ უნდა ნიშნავდეს რომ ყველაფერს სხვას ვმტრობ აჰა ეგ არის და ამიტომ მგონია რომ ადამიანის ღიაობა რომელიც უნდა აღიზარდოს ბავშვში თავიდანვე ინტერესი ეგ იგივეა რომ ჩვენ რო თეთრკანიანები ვართ უცბად ამ რეზით ვუყუროთ ყველას ვისაც სხვა ფერის კარი აქვს. ზუსტად იგივე არ არის? კი. იმიტომ რომ რამდენი უმსგავსო ადამიანია ჩვენი კანის ფერით, რამდენი ვიცით, გუძესისია. და რამდენი ყოვლად კეთილი ადამიანია, ისევ ჩვენსავე სარწმუნოებაშიც კი, ხო? რომელთაც ის ფერი აქვს. ხო და აი ესეთი სხვადასხვაობა ადამიანების უნდა იყოს სიმდიდრის სხვა შორის ლინგვისტები არიან კარგი ხალხი, მათ შორის ზოგიერთი. როცა ბიბლიურ ამბავზე არის რომ მერთმა ადამიანებს ესე ამათ რომ დაიწყეს ბაბილონის გოდერის შენება და ამან დასაჯა წყალებში ადამიანები რომ ენა აურია მათ. ხო და ეს სასჯელიც როგორი მამაშვილური იყო რომ აი ეხლა გვაქვს რომ ენების ასეთი მრავალფეროვნება და სიმდიდრე. არიან ეგეთი ლინგვისტები. ცნობია ზოგიერთი და. და ისე რომ თელეს მრავალფეროვნება საჩუქარია.
კი ბატონო. ეს სხვადასხვაობა. და ჩვენ თუ ამას შევხედეთ როგორც ესა ხიფაც, ტრობას და მომს მაშინ რაღაცა ჩვენში ვერ არის წესი. კი ბატონო. მუსიკაშიც ეგრეა. ხო არის მუსიკალური პაექრობები, ხო? იქაც ეს პაექრობა თუ შემოქმედებითია და ნამდვილი მუსიკალური, და გამოდის ხოლმე საინტერესო რაღაცა. საინტერესო რაღაცები. თუ ერთმანეთს ეკიშპებიან და ერთი რომელს მეორეზე თავისი ყროყინით ან რომელი უფრო მაღლა აუწევს და რაღაცა ეგეთი წესიებიც განმიცდია. თუმცა საქართველოში ნაკლებ უფრო ეგეთი. მაგრამ რაღაცა ეგოს ამბავი და ესენი. ეგოს ამბავი მე უფრო მაგარი მუსკულები მაქვს თემა. ხო და ჩვენი ეგო ჩვენივე საზრუნავია. მოსათო ჩვენივე უნდა მოვთოკოთ. კი ბატონო. და მაშინ აღმოჩნდება რომ ჩვენ თუ ყველა დავიცავთ იმას რომ მე შემიძლია რამდენად მინდა რამ სიმაღლეზეც მინდა ავხტეო და ამიტომ სხვა დავაზიანო. ხო. მე აღმოჩნდება რომ რაღაცა საერთო რაღაცა. აი ამისთვის არის ძალიან კარგი მუსიცირების ტიპი თავისუფალი იმპროვიზაცია. აჰა. რომელშიც არაფერი არ არის წინასწარ დადგენილი და თითოეული მუსიკოსი ზრუნავს იმაზე რომ თავისი წვრილი შეიტანოს საერთო ჟღერადობაში. ეს ნიშნავს რომ ძალიან თუ გამოხტები შენი ეგოთი, ეს ხო ჯაზი ხო არ არის რომ ჯერ ამის სოლოა მე რეგისო. მაგრამ უცბად ვიღანცა შეიძლება ვერ მოითმინოს და გრძელი ეგეთი ირადა წარმოთქვას. სხვებმა ეს შეიძლება დაინახონ და ხმხარი წაუბანავას. გადავიდნენ უკანა პლანზე აკომპანიმენტი გაუკეთონ და მე ესეც მიიღო და ჩამოვიდეს მიწა. და აი ამ თავისუფალი იმპროვიზაციის დროს ჩვენ სწავლობდით ძალიან ბევრ ეგეთ ადამიანურ ასპექტებს და მაგითი უმჯობესდებოდა ჩვენი ერთად დაკვრის ხუჩურის. დაკვრის და ურთიერთობას. ურთიერთობა ხო. ეხლა ურთიერთობის სიტყვებით აღწერა უფრო ადვილია ვიდრე დაკვრის. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ზეგავლენას ახდენდა იმაზე რომ ჩვენი დაკვრის უფრო თავისუფალი იყო, სპონტანური, შემთხვევითი, მაგრამ აი ამ სიმწყობრეს ლოგიკურებოდას და ერთმანეთის ანგარიშის გაწევას იძენდა და კარგი იყო. კი ბატონო. აი ცოტა გემოვნებას და იმას დაუბრუნდეთ ასე ვთქვათ რა. მე ცოტა მინდა რომ უფრო გამოვავრცო რა ესა. აი ხა ჩვენ გვაქვს და დიდგანვე რა ვიცი ძალიან ადრეული პერიოდიდან ქონდა და გვაქვს ქართული მრავალხმიანობა, ხო? ეს პოლიფონიები და მთელი ამბავი მოკლედ რა. აი წესით სოფლიო რო განვითარდა და სოფლიო მუსიკა რო განვითარდა და მივიდა რაღაც საფეხურამდე და დღეს გვაქვს ჯაზი, ჯაზრეპი, ჯაზროკი, ჯაზფანკი რაღაცები და ნუ კიდე სხვადასხვა რაღაცები მაღალი საფეხურის ასე ვთქვათ გემოვნებიანი მუსიკა. აი ცდილობები იყო ხო, მაგრამ ალბათ საბჭოთა კავშირმა თუ რაღაცამ არ ვიცი შეუშალა ხელი რომ აი იგივე პოლიფონია, იგივე ქართული მუსიკა, ესტრადა და სხვა რაღაცები აი ქართული ჯაზი რო ყოფილიყო. ახლა ცდილობები არის კი და გვაქვს და რა ვიღაცები რაღაცებს ჩუმად სახში რაღაცებს ხლაფორთობთ. ეგ სხვა არის, მაგრამ საქვეყნოთ ვიძახი, რომ აი რატო არ გვაქვს ქართული ჯაზი, როგორც ინდოელებს აქვს რაღაცა, იაპონელებს აქვს, ხო? რაღაცა ფრანგებს აქვს. მე მგონი არა, იაპონელი და ფრანგებს, ისო ფრანგული ჯაზია, ის მეჭვება. ანუ ზეგავლენით დიდხანს პოლონელები ამბობდნენ Polish jazz. და იყო საოცარი მთელი პლეიადა შესანიშნავი მუსიკოსების, მაგრამ ეს ჯაზი დიდ პოლონურობას არიჩევდა, უბრალოდ პოლონური მუსიკალობა ხა შოპენიც რო ავიღოთ, ხო და კიდევ უამრავი კომპოზიტორია. ლუტოსლავსკი, პენდერეცკი, რა ვიცი, უფრო ადრე შიმანოვსკი, კარლ შიმანოვსკი. პოლონური მუსიკალობა და მუსიკალური გენია უბრალოდ ამ პროდუქტიულობას და ამ რაღაც მრავალფეროვნებას ჯაზისას რაღაცნაირად კიდევ ერთ რაღაც დამოუკიდებელ ფერად გვიხატავს, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიტყვი რომ ეს პოლონური ჯაზია მაინც. და ქართველებიც ძალიან როცა ცდილობენ რომ მათი ჯაზი ქართულად ჟღერდეს, მე მგონი აი მან გვეშლება ხოლმე ხანდახან. იმიტომ რომ მაშინ უცბად გარეგნულ მსგავსებაზე გადაგვეყურადღება. და არა სიღრმეებზე, რაც ქართულ მუსიკალობაში არის. და ეს მე მგონი ანგარის გასაწევია რომ დავფიქრდეთ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ არის 1-2 ეთნო ჯაზური ფორმაცია, რომელშიც მეც ყოფილა მე უბრალოდ ვერ გამომდექი კარგ დამკვრელოთ იქ, მაგრამ ნუ ჩემი მეგობრები არიან რაღაცა და მათგანაც 1-2 კარგი ნიმუში მართლა მოინახება მათ შემოქმედებაში. მაგრამ ესეც არ არის თავარი ის არის რომ არიან ქართველები, რომელთათვისაც ჯაზიც რაღაცნაირად ამ ქართულ ელფერს
უნდა ატარებდეს და ამას აწვევია არის ერთი შესანიშნავი კომპოზიტორი და პიანისტი დათო მალაზონია უკრავს ჯაზს მშვენივრად მაგრამ მისი მუსიკალური სტეიტმენტი მისი მუსიკალური განაცხადი რაღაცნაირად მისივე საჭიროებით სულ იმაშება გულისხმობს იმას რომ ქართული რაღაცა უნდა ეცხოს ამას მე ეგეთ რამებს მარტო მივესალმები რა თქმა უნდა მეორე მხრივ თავისთავად ახლა ინდოელი მუსიკოსების ნაწილი ხო სულაც არ იქნება ისეთი ბედნიერი და როგორც რავი შანკარი იმიტომ რომ რავი შანკარი პირიქით დესპანი იყო ინდური მუსიკისა და რავი შანკარიც ჰარიპრასად ჩავრასიაც ხო ბანსურიზე რო უკრავს ეს ტრილოგ გურტუ და მთელი ესენი ხო ეს ტიპები მართლა აი ჯაზში შემოვიდნენ თავში ინდური მუსიკალური ენით მართალია და აი ეს ახლა იქ ჩარჩენილი წყალებში ხო ინდოელებისთვის რომლებიც ავთენტური ინდურ მუსიკას აწვევიან შეიძლება ეს ვის იყოს ეს არის ადაპტირება ევროპისთვის თქვა საქართველოში მაგ მხრივ რა მდგომარეობა საქართველოშიც იყო 1-2 ეგეთი მოძრაობა უფრო მეტი ავთენტურობისკენ ისე რომ ახლა რუსთავი 2 წარმოიდგინე რუსთავი მნიშვნელობა ხო რამხელა მნიშვნელობის გუნდი იყო მაგრამ მათი ადრინდელი მოღვაწეობა მაინც ხასიათდება უფრო ისეთი შედარებით უფრო შერბილებული და ებითი და მერე ვცვათ ანჩისხატის გუნდი და ეს მალხაზერქვანიძე და ვიღაცები რო გაჩნდნენ რომლებმაც სპეციალურად დაიწყეს გალობაც კი ესეთი მიბნედილი ხმებით კი არ დაიწყეს მღერა არამედ ნამდვილი ეგეთი ხალხური კილოთი მთავარი აქ ის მგონია რომ ადამიანიც და ხელოვნებაც და საზოგადოებაც გადის ხოლმე რაღაც ეტაპებს და მგონია რომ რაღაც დადგა უცბად აი 80-იანი წლების ბოლოსკენ რაღაც დრო როცა ახალგაზრდა მომღერლებმა ქართული მუსიკალური ფოლკლორის დაინტერესებულმა მეც ვიყავი მათ შორის მე ვიყავი აი როცა დაარსდა ანჩისხატის გუნდი მე ვიყავი ერთ-ერთი მათ შორის ვა რა მაგარი ანჩისხატის გალობელი ვიყავი აბა ეგრე კინო მაშ ეს სხვა შორის ეს გამოცდილება ჩემთვის როგორ მუსიკალურიც და ადამიანურიც სულიერიც ემოციურიც და სპირიტუალურიც არის ყოველდღე განსაკუთრებული მაგაზე ლაპარაკი კიდე ცალკე შორს მე ქაშვეთის მკალობელი მართლა ხო მაგრამ შენ გალობდი ჯერ ისა ჩაოლებრივ ქართულ კილოს ხო ხო და ჩვენ კიდე ქართული ტრადიციული მუსიკა დავაბრუნეთ შენ თუმცა შენ პატარა ხარ ჩემზე შენ დროს უკვე შეიძლება მანდაც უკვე ტრადიციული გალობა იყო მაგრამ ჩვენ წარმოიდგინე აბელაშვილი ბიდაში ხო და ჩვენ წარმოიდგინე კარველანთა არა მაგრამ იმერული კილოთი ხაი ხუნდაძის და ფილიმონ ქორიძის კრებულით იგალოვით პირველი წირვა ბეთანიაში მთლიანად ხამე თელეგან და მე პატრიარქთან წაგვიყო ეთერი კოხოძე იყო სიონის გუნდის რეგენტი და იმან წაგვიყონა პატრიარქთან და იმას უგალობეთ და იმ წუთშივე დაგვაყენა ანჩისხატის გალობლებად მაშინ გაიხსნა მანამდე ჩაკეტილი იყო სახელოსნო იყო თუ რაღაცა ანჩისხატში და ანჩისხატი რომ გაიხსნა ჩვენ დაგვაყენის გალობლებად წარმოიდგინე და აი მაგ დროს მოხდა რომ ქართული ტრადიციული მუსიკა ქართული ტრადიციული გალობა დაბრუნდა ეკლესიაში იმიტომ რომ ეხლა ვეღარც ჩაოლებრივ რაღაცებს პრაქტიკულად აღარ იყო 88 წელს დაიწყო ეს ამბავი ანჩისხატში აბა ეს ამ წელი ვიყავ მე 91-ში წავედი მაგრამ გუნდიდან დიდხანს არ მშლიდან მე ეს გუნდის ახლა ცოტა მოიქსახსნენ მაგრამ მაგათ დაიწყეს ტრადიციული მუსიკის სულ სხვანაირი კვლევა აგრეთვე და ეხლაც აი ეს მთელი სკოლა მთელი უნივერსიტეტია ხო გიორგი მთაწმიდლის სახელობის ხო და მანდაც ასწავლიან ესენი და არის მთელი უამრავი გამოიცა ეს ძველი გალობა რომელიც გადაარჩინეს ხო ეს ძვლის ლილვაკებზე ანზორ ერქომაიშვილმა ბრიტანეთში მოპოვებული ეს რაღაცებიც თავის დროზე გამოცდა ეს ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისი იყო ხო ნუ ეხლა ის რასაც მანამდე ანზორ ერქომაიშვილი და კახიროსებაშვილი და ეს საოცარი ხალხი აკეთებდნენ ნუ ეს კვლევა კიდე ძალიან კარგი საფუძველი იყო მაგრამ მე ამათ დროს კიდე უცბად სხვა მოძრაობა წავიდა ეს ხო საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოხალება რაღაცა ხო ბატონო ხო და მაგრამ ეხლა ამის აი ხო აი ისი თქვა დამავიწყდა რომ ეხლა ჩვენ ქართულ ტრადიციულ მუსიკას ქართულ მუსიკალურ მემკვიდრეობას
კლასიკურ მუსიკად გადმოვაწყობთ თუ ჯაზად შეგვიძლია ეს გავაკეთოთ უკეთესად და უარესად. ახლა რამდენი სულ ეგეთი ხელოვნური მიბაძვაა ქართველი კომპოზიტორებისა. ძალზალგე არ მინდა სახელების ჩამოთვლა. ხო? მაგრამ აი უცბად ფალიაშვილის ნაირ კომპოზიტორს შეუძლია 1-2 ქართული მუსიკალური კატეგორია ისეთ რანგში, ისეთი სიღრმით და ისეთი ოსტატობით გამოიყენოს, რომ აი დაისი და დაისი და აბესალომ და ეთერი ჟღერდეს როგორც ქართული კლასიკური ოპერები. აი ამაზე მაქვს ლაპარაკი. მე ახლა ქართულ მუსიკასთან ურთიერთობა სხვადასხვანაირი შეიძლება, ხო? ახლა მთელი შეიძლება შენ ხარ მენახის ნოტებით ან ფალიაშვილის გადაკეთებული უკვე გადმოიტანო და დაუკრა ან სიმებს დაურიგო ან რაღაც ეს ხო არ იქნება ქართული მუსიკის ეს ხო არ იქნება ქართული მუსიკის კომპოზიტორობა. მაგრამ შენ თუ აიღებ ქართული მუსიკის მექანიზმებს და იმას გინ სხვა ბგერით სისტემაში, გინ იგივე ბგერით სისტემაში, მაგრამ შენს დღევანდელ სოფლგანცდაში და საკომპოზიციო ხელობის იმაში საკომპოზიციო ოსტატობაში იმას იზავ რაღაც ხორცს შეასხამ რა ჯობია მაგას მაგრამ სხვათა შორის ბოლო რამდენი 2 წელნახევარია 2 წელნახევარია რომ მაგას ვცდილობ რა ანუ ჩვენ პირველი სადებიუტო ალბომი გამოდის რომელიც მე რა საქსოფონისტი ვარ საერთოდ არ არის ეს საქსოფონი კი არა ბასზეც უკრავ ფორტეპიანოზეც ყველაფერზე უკრავ ხო და აი ჩემ ტელეფონზეც უკრავ ჩემ სტუდიაში იწერება ნუ სხვა კოლაბორაციები ხდება მომღერლებთან ინსტრუმენტალისტებთან მაგრამ აი ეგ ის მაქვს ასე ვთქვათ რა ქვია მცდელობა რომ ქართულ მოტივებზე იქ ცოტა პოპიც იყოს ფანკიც იყოს ჯაზიც იყოს ნუ ჯაზია მთლიანობაში მაგრამ აი ეს რაღაცები შეურიო და რა იცი კი არის სხვადასხვა რაღაცების ზეგავლენები რა თქმა უნდა ბუნებრივიც არის ესე იქნება მაგრამ მინდა რომ აი ჩემი იყოს თიტრიხასი და ქართული იყოს აი მაგას ვცდილობ მე პირადად რამდენიც გინდა რამდენი შესანიშნავი წინამორბედი გყავს მარტო ინოლა გურგულია რო ავიღოთ კი ბატონო ეხა ქუთაისური სიმღერა ძალკე იყო ხო მაინც ქალაქური ფოლკლორი სხვა იყო კიდე თბილისური ქალაქური ფოლკლორი კიდე ცოტა უფრო აღმოსავლურად ტონირებული კიდე სხვა ინტონირებული კიდე სხვა მაგრამ წარმოგიდგენთ აი ინოლას სიმღერები ხო რომელიც არის პოეზიის და აი singer song maker ხო აი song making is და პოეზიის მარგალიტები ხო წარმოგიდგენთ ეს როგორი ხელოვნება ამ მიმართულებით რამდენი ეგეთი შედევრია კიდევ შექმნილი ხო ინოლა ძალკე არის ბიძინა კვერნაძის სიმღერები ყანჩელი გუგული თორაძე ჯანსუხ კახიძე რა ვიცი ამათი ურთიერთობა ქართულ მუსიკასთან აი ეგეთი ბუნებრივი უშუალო და შეიძლება ითქვას უპრეტენზიობა არის მე მგონი ყველაზე მთავარი მათ შენი თავისგან კი არ მოითხო შენ თავს მოსთხოვ მაქსიმუმი შენ მუშაობის მაგრამ შენ თავზე არასდროს წარმოიდგინო რომ რაღაც ისეთი უნდა შექმნა რომ ხო არა ბომბივით გავარდეს და დაანგრიოს აი სონი როლინზის ფენომენი რა არის ხო რამდენი ხანია ტიპი უკრავდა ხო და ეხლა აღარ უკრავს მაგრამ ნუ მხცოვანი ეგეთი ბრძენი კაცი ხო და რამდენი მუსიკოსისგან უცბად Facebook-ზე შემხედრე ხოლმე როგორი იმითი დაუზარებლობით რაღაცას რომ მოისმენდა ახალ ალბომს რაღაცა მისწერდა ხოლმე წერილს და აქებდა და არის შურებდა იმას გამხნევებას და კომპლიმენტებს ეგეთი იყო სხვა შორის გია ყანჩელი მე ძალიან დიდი რამე სხვა და გია ყანჩელსაც თელი ამ თავისი იმითი ხო ხა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი კომპოზიტორია ხო ქართული მუსიკის მე ვიცი ხო და აი ამის მიუხედავად სულ ქონდა ეგეთი გაუბედაობა კითხვის ნიშნები რაღაცა ერთხელ მახსოვს მასტერ კლასი ვიცი იყო მაშინ დირექტორის ნოდარ გაბუნიას კაბინეტში ჩვენ ახალგაზრდა კომპოზიტორები ვიყავით მისული ჩვენ ნაწარმოები ვაჩვენეთ რაღაც ხო და ისეთი მორიდებით და იმითი სიფრთხილით ლაპარაკობდა ყველა ჩვენ ნაცოდვილარზე რომ იყო მართლა გაკვეთილი ჩვენთვის როგორ უნდა იურთიერთო კოლეგების მუსიკასთან აი ეგ კიდე ცალკე საკითხია ზოგადად ძალიან დიდი თემაა და ალბათ მე ცალკე პოდკასტი კიდე მაგას მიეძღვ კი ბატონო ცოტა რეზიუმისკენ რომ წავიდეთ ბოლოსკენ შევაჯამოთ ახლა ეს ყველაფერი აი ესეთ ბოლოს დამაგვირგვინებელი კითხვა ჩემი იქნება ის რომ აი
ну ადამიანისთვის ჯერ რა თქმა უნდა, ზოგადად, მაგრამ აი საქართველოში და ქართულისთვის რა მუსიკა რამდენად მნიშვნელოვანია, რისთვისანი მნიშვნელოვანი და აი რას გამოხატავს, ну სხვა ასპექტებს რა თქმა უნდა, მაგრამ რას გამოხატავს მუსიკა ისეც რომ აი საჭირო იყოს და აუცილებელი ადამიანისთვის და ქართველებისთვის. მე მგონი ხა სხვადასხვა სამედიცინო არგუმენტაციის მოხმობა სულ არ არის საჭირო. ხო, არა. მაგრამ მუსიკის ეს რაც არ უნდა დისონანტური იყოს. მუსიკის ეს გარკვეული სიმწყობრე, რომელიც მის ბუნებაში დევს, იმიტომ რომ წარმოიდგინე ბგერა რო ჟღერს, აი თუნდაც ჩემი ერთი ხმა. ის ხო აქ ერთი ბგერა არ ჟღერს. ეს ჟღერს ჩემი ძირითადი ტონი, მაგრამ ამაზე ოქტავით მაღალი. ამაზე ოქტავით და კვინტით მაღალი, ორი ოქტავით მაღალი და აი ესე. მთელი ეს ობერტონული რიგი. არის ისეთი გარდაუვალი რეალობა ჩვენს ფიზიკურ სამყაროში, რომ უკვე ჩვენი ნებისმიერი გამოცემული ხმა, ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, ეს მაინც შევადაროთ, რაღაცნაირად ვალდებულივით არის. რაღაცნაირად მოლოდინია იმისი, რომ ჩვენი ქმედებაც, ისევე როგორც მუსიკალური ქმედება, იყოს რაღაცნაირ სიმწყობრეში. ანგარიშს უწევდეს სხვას. ამიტომ ვამბობდი, აი მუსიცირების დროს, მუსიკობის დროს, თუნდაც სიტყვა არ არის, მე მუსიკობა. მუსიკობის დროს სწავლობს ადამიანი ძალიან ბევრი რამის ანგარიშის გაწევას, ყურადღების მიქცევას, თავის გამოჩენასაც, თავის სიტყვის თქმასაც, მაგრამ იმასაც, რომ სხვებს მოусმინოს, დაიცადოს, შეყოვნდეს, აჩქაროს, შეანელოს. მე მგონი, აი ეს არის ადამიანის ბუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვრთნა ბავშვობის დროს და მე ამ ხელოვნებასთან ურთიერთობა როგორც მსმენელის არის კიდევ მისთვის თითქმის ისეთივე მედიტატიული და თერაპიული მდგომარეობა, როგორიც შეიძლება იყოს რელიგიური ქმედების დროს. ლოცვა იქნება ინსტიტუციაზე ყოფნა თუ რაღაცა. ამიტომ მგონია, რომ მუსიკა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აბსტრაქტული, აი ესეთი ბოლომდე რო ვერ გაშიფრავ, აი ეგეთი რაღაცა სასწაული, რომელთან ზიარებაც ჩვენი ყველას მოლოდინიც არის, სურვილიც და ყველას ვუსურვებ, რომ თავიდანვე მისი ხვედრი იყოს ეს ამბავი. განიცადოს ყველაფერი. კი. კი ბატონო, უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. აგრეთვე დიდი მადლობა. დაიხარეთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო რეზო კიკნაძე, მუსიკოსი, საქსოფონისტი, კომპოზიტორი. ესე იგი, ჩვენი პოდკასტის მხარდამჭერია და პროექტი ხორციელდება საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის მხარდამჭერით და ასევე ჩვენი მხარდამჭერია ატომს აუდიო, რომლებიც აწარმოებენ, ესე იგი, ქართულ დინამიკებს. მაგარი ამბავია იქ. კი, და ამაზე მე დეტალურად კიდე მოგახსენებთ ყველაფერს. გამოიწერეთ ჩვენი არქი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. დროებით. დროებით.